საპროტესტო აქცია ფოთში 1 საათი გადაკეტილი იყო რკინიგზა აქცია საცხოვრებელი ფართების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულმა მოქალაქეებმა მოაწყვეს. დევნილები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ფოთში ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახების განსახლება არასწორი კრიტერიუმებით მოხდა. აქციაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დაჭირდა. დევნილებმა რკინიგზა გახსნეს, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ გეგმავენ. დღეს მოგცემბინა, სხვალ მოგცემბინაც, აი, უი, რატო დავიღალე? დავიღალე 4. სხვის სახში ვარ, სხვის ოჯახში ვარ იმიტომ. ზუსტად, უნდა გადავიდე. მე ქუჩაში დამაგრე იმ კაცმა. არ მაინტერესებს. თუ დღეს ბინით არ დამაკმაყოფილეს, ეს ბენზინი უნდა გადაბისხა. თელი სოფლიო ფოთს უნდა დაამახსოვრდეს, რომ ამის გულიზე დევიჭი თავრობამ ყურადღება არ მომაქცია. ეს უნდა გავაკეთო უეჭველა დღეს. მე 6 ქულა ნახევარი მქონდა, სოციალურად დაუცველი ვარ. არაფერი გამაჩნია. თავრობა მითხრა მოგცემთო. სამინისტროდან სამჯერ იყო ხალხის სახლში მოსული. დაწერეს ერთი საინი. რატომ არ დაგვირიგდა ბინები და რა კრიტერიუმებით დარიგდა ეს ბინები? შეგიძლიათ წამობძანდეთ. აქ მეც, ჩემს გვერდში მდგომი ხალხი. შეგიძლიათ ნახოთ როგორ ავარიულ სახლებში ვცხოვრობ. თქვენ შეგიძლიათ წამობძანდეთ, ყველა ვართ ამისათვის მზად. უკმაყოფილება მოგეხსენებათ ბინების განაწილებასთან დაკავშირებით არის. მე დილიდან კოორდინაციაში ვარ სამინისტროსთან. სამინისტროს გამოყოფილი ყავს ჯგუფი, რომელიც თითოეული ადამიანის საკითხს შეისწავლის გულისხმიერად და ეხლა ველოდებით სწორედ სამინისტროს წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მოხდება ამ ადამიანებთან ერთად ყოველი საკითხის შესწავლა და გავლა.